და ახლა კიდევ ერთი მილოცვა, თუმცა მანამდე ქართველი სამხედრო ექიმები მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მედიკოსები ჰელმანდის პროვინციაში. ჩვენ მოგიყვებით ოფიცერი ქალების ისტორიას, რომლებიც ლეზერინკის სამხედრო ბაზაზე ემსახურებენ 2500 კილომეტრის დაშორებით მყოფ სამხედრო ექიმს მერი შავროვას დედის დღეს შვილი თბილისიდან ქრონიკის საშუალებით ულოცავს. მოვაყოთ რომ მსახურება საქართველოს. მიგილომაძეს წელსაც არ მიეცა შესაძლებლობა პირადად მიულოცა დედისათვის დედის დღე. მაიორი მერი შავროვა 4 წელია ჰელმანდის პროვინციაში მსახურობს. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ის ქართველი სამხედროების ექიმია. ლეზერნიკის სამხედრო ბაზაზე მყოფ ექიმს დედის დღეს შვილი თბილისიდან ქრონიკის მეშვეობით ულოცავს. დავუსვა რომ მშვიდობით დაბრუნება ყველა ქართველს და მიულოცა 3 მარტი. ძალიან გვიყვარს და გვენატა. მერი შავროვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. 2 შვილის დედა ლეიტენანტის წოდებას ატარებს. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოჩენილი თავდადებისათვის მას მხედრული მამაცობის სპეციალური ჯილდოც გადაეცა. სამხედრო ექიმს ომის წინახაზე ყოფნის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. არ არის სიახლე ჩემთვის და არ არის პირველი მისია. ამიტომ ის სიძნელებსაც ეჩვევა ადამიანი, როცა ის ყოველდღიური არის. მერი შავროვასთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ლეზერნიკის ბაზაზე კიდევ 2 ქალი მსახურობს. ყველა მათგანი ამბობს, რომ მათთვის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. არიან იქ, სადაც მათი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ნამდვილად რთული არის. იყო ოჯახიდან მოშორებული, სადღაც საკუთარი ქვეყნიდან გადახვეწილი, მაგრამ ყველანი სამხედროები ვართ და ვასრულებთ ჩვენს მისიას, ვართ აქ. ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. მაქსიმალურად უდგავართ ერთმანეთის გვერდში. აისაფის ოპერაციაში 1500-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ქართული დანაყოფის წევრები ამბობენ, რომ ექიმებს დიდი რისკის ფასად უწევთ მუშაობა. სამაგალითო ქალ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ყოველგვარი ზედმეტი პირობების გარეშე მაღალ ხარისხიან და მაღალ დონეზე როგორც მეომარი ასრულებს თავის დავალებას აი მძიმე მისიაში, რომელიც ავღანეთის რესპუბლიკაში აგესია ქართულ ძალებს. სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ქართველი მოსამსახურეების საერთაშორისო მისიაში 2009 წლიდან იმყოფებიან. მსოფლიოს ცხელ წერტილში მუშაობის გამოცდილება 11,000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.